ტრაექტორია არ შეიცვლება საქართველოს დაკარგავს შესაძლებლობას ევროკავშირის მომდევნო გაფართოების ნაწილი გახდეს, აცხადებს პაվել ჰერჩინსკი. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. სურამის შემოვლითი გზა წლის ბოლომდე გაიხსნება 6,4 კილომეტრიან მაგისტრალზე 11 ხიდიდან 5 გვირაბი უკვე აშენდა. ახალი გზა გვერდს აულის სურამს და ჩუმათელეთს და რიკოთის უღელტეხილის გზის პირველ გვირაბს შეუერთდება. ახალციხეში, ბორჯომსა და ხულოში ინტერნეტის გაყვანისთვის 25 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. საკონტეინერო გადაზიდვები იაფთება. გლობალური საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი 40 ფუტიანი კონტეინერისთვის $2,076 ნიშნულზეა, ეს წლიურად 34%-იანი კლებაა. დიდი ბრიტანეთი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 100-მდე ტანკერს ასანქცირებს. ამ ტანკერებმა 2024 წლის დასაწყისიდან 18 მილიარდი ფუნტის ღირებულების ნავთობი გადაზიდეს. მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. მე ნუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაվել ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუ არსებული ტრაექტორია არ შეიცვლება, სავარაუდოდ საქართველოს ხელიდან გაუშვებს შესაძლებლობას ევროკავშირის მომდევნო გაფართოების ნაწილი გახდეს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპის დღის ღონისძიებაზე განუცხადა. პაվել ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს ევროკავშირს შორდება, რაც მთავრობის ნაბიჯების შედეგია. მისი თქმით, სხვა კანდიდატი ქვეყნები საჭირო რეფორმებს ატარებენ, საქართველოს კი განვითარებული მოვლენების ფონზე ევროკავშირის ძირითად პრინციპებს შორდება. ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლის განმავლობაში მიიღო, დაახლოების ნაცვლად აშორებს საქართველოს ევროკავშირს და ამას შედეგები მოჰყვება. საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაიაროს. ეს რეფორმები არ არის განკუთვნილი საქართველოსთვის. ეს რეფორმები უნდა იქნას გამოყენებული ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. სამწუხაროდ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომენტიდან ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე პროგრესს, რაიმე შესაძლებლობას, რაიმე სურვილს, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩვენი ერთ-ერთი წევრი. პირიქით და ამას ვამბობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში და ბევრ თქვენთაგანს ახსოვს ჩემი სიტყვები ბოლო წლის განმავლობაში. ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლის განმავლობაში მიიღო, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაახლოების ნაცვლად მას აშორებს. პაվել ჰერჩინსკიმ სანქციების თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ ქართული მაღალჩინოსნების სანქცირებაზე ერთსულოვნების მისაღწევად ძალისხმევა გაგრძელდება. ელჩის თქმით, სანქციებს ყველა წევრი ქვეყნისგან ერთსულოვნება სჭირდება, რისი მიღწევაც აქამდე ვერ მოხერხდა. ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული და სწორედ ამიტომ ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ ქართული თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობის გამოყენებაში. ამბობს ელჩი პაվել ჰერჩინსკიმ, ასევე სავიზო შეზღუდვებზეც გააკეთა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება 27 იანვარს მიიღო, 8 მაისს კი ესტონეთმა ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ჩვენ ვერ მივიღებთ ძალადობას ვერანაირი ფორმით, რასაც თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში ვხედავდით, მიუღებელია. ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული და სწორედ ამიტომ ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ ქართველი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობის გამოყენებაზე. როგორც არაერთხელ მოგახსენეთ, სამწუხაროდ აქამდე ეს შეუძლებელი იყო ევროკავშირის სანქციების შემთხვევაში, რადგან სანქციების მისაღებად ერთსულოვნებაა საჭირო. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს რამდენიმე წევრი სახელმწიფო, რომლებსაც არ შეუძლიათ ერთსულოვნებას შემოუერთდნენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ორმხრივი სანქციების დაწესება. ეს რიცხვი მზარდია. ჩვენ არ გვსურს, რომ ამან იმოქმედოს მოსახლეობაზე, ამიტომ ჩვეულებრივი ქართული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოთ მოგზაურობა ევროკავშირში, მაგრამ სახელმწიფოს წარმომადგენლებს მათ, ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს, ვიზაზე მოუწევთ განაცხადის გაკეთება.
ახლა კითხვა სიახლეები. საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი მცირდება საქსტატის მონაცემებით. 2025 წლის იანვარ-მარტში ქვეყნიდან 38 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. 2024 წლის სამ თვეში კი ექსპორტი 46 მილიონ 600.000 დოლარს შეადგენდა. ტექსტილის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე შემცირებული მოთხოვნის დაბალანსებას კომპანიები პროდუქციის ექსპორტის ცდილობენ, თუმცა გამოწვევები საკმაოდ ბევრია, მათ შორის ადგილობრივი ნედლეულის სიმცირე, ტრანსპორტირების მაღალი ხარჯები და კადრების დეფიციტი. რა გამოწვევებია სექტორში, ვნახოთ დეტალები ჩვენ სიუჟეტში. საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი მცირდება. საქსტატის მონაცემებით 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან 38 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. მაშინ, როდესაც შარშან სამ თვეში ექსპორტი 46 მილიონ 600.000 დოლარს შეადგენდა. ტექსტილის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე შემცირებული მოთხოვნის დაბალანსებას ბევრი კომპანია პროდუქციის ექსპორტით ცდილობს. თუმცა, გამოწვევები საკმაოდ ბევრია, მათ შორის ქართული ტექსტილის ნაწარმის ექსპორტისთვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ტრანსპორტირების მაღალი ხარჯებია, რაც პროდუქციას აძვირებს და საბოლოოდ მას საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობას უკარგავს. ქართული ტანსაცმლის ინდუსტრიის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მარკეტზეც. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ამ სფეროსთვის საკმაოდ შემცირებულია პანდემიის შემდეგ ინტერესი და გაყიდვები და ჯერჯერობით იმ ძველ ციფრებს ვერ უბრუნდება, რაც პანდემიამდე იყო. შესაბამისად, ქართული ბრენდების ინტერესი არის, რომ როგორმე საერთაშორისო მარკეტზე, სადაც შედარებით მაღალი სყიდულობით უნარიანობა იქ მოახდინონ საკუთარი კომპანიების პოზიციონირება. მათ შორის ერთ-ერთი ძალიან დიდი გამოწვევა ტრანსპორტირებაც, იმიტომ რომ საქართველოდან ძალიან ძვირი ღირს ტრანსპორტირება ძალიან აძვირებს პროდუქტს თავისთავად და კონკურენტუნარიანობას ვეღარ ვუწევთ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში არიან და მათთვის ტარიფი შეიძლება 10-ჯერ უფრო იაფი იყოს ტრანსპორტირების. და მიმართულებითაც გვინდა რომ რაღაც ახალი პროექტები გაჩნდეს, რომელიც პატარა კომპანიებს დაეხმარება პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ქართული ტანსაცმლისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, სადაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 32 მილიონ 700.000 დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. მცირე მოცულობის დაახლოებით 9 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიტანეთ პირველ კვარტალში ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში. ტექსტილის დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სექტორში განსაკუთრებით მწვავედ დგას ნედლეულის საკითხი. ადგილობრივი ნედლეულის დეფიციტის პირობებში კომპანიებს საჭირო მასალის იმპორტი უწევთ, რაც საბოლოო პროდუქციას აძვირებს. შესაბამისი ნედლეულის მოძიება განსაკუთრებით დიდი გამოწვევა ევროკავშირის ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვისა, სადაც სტანდარტები და მოთხოვნები მაღალია. გამოწვევა ნედლეულის კუთხითაც არსებობს, იქნება ეს თქვათ ქსოვილი თუ ფურნიტურა, ადგილობრივ ბაზარზე საქართველოში ძალიან მწირია ამის შესაძლებლობა, რომ კომპანიებმა მოიპოვონ მდგრადი გადამუშავებული ნედლეული მასალა, მათ უწევთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და ყველაზე მარტივი ადგილობრივი კომპანიებისთვის ხდება პირობითად თურქეთში წასვლა და იქედან ნედლეული მასალის ჩამოტანა, რაც თავისთავად შემდგომ ისევ აძვირებს ხარჯს. ამ კუთხით კიდევ მნიშვნელოვანია პირობითად თურქეთში რომელ მომწოდებლობთან დაკონტრაქტება კონკრეტული კომპანია, ეს მომწოდებლები უზრუნველყოფენ თუ არა იმ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სერტიფიკატების მოწოდებას, რაც შემდგომ აადვილებს კომპანიისთვის ექსპორტის ჭრილში euro-1 სერტიფიკატის მომზადებას და ამით რაღაცა კონკრეტული პრეფერენციული შეღავათებით სარგებლობას. საქართველოში ტექსტილის სექტორის განვითარებას მუშახელის სიმცირეც აფერხებს. საწარმოების ნაწილში ამბობენ, რომ გაფართოებას სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო ვერ ახერხებენ. კერავების დეფიციტია ფაქტიურად საქართველოში. მით უმეტეს ჩემი ხაზი არის მამაკაცების ხაზი, რომელიც ბევრად უფრო კომპლექსურია და მაგალითად უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს ვიდრე ქალის ტანსაცმელი. ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი გამოწვევებია იმ კუთხით, რომ მაგალითად არის დეფიციტი კადრების. ანუ ის თაობიდან გადმოცემული განათლება და ცოდნა ნელ-ნელა აქტუალურობას კარგავს, იმიტომ რომ ახალგაზრდების დაინტერესება ამ კუთხით არ არის. არ არსებობს მაგალითად განათლების პროფესიული გადამზადების კურსები, რომ ამ ადამიანებმა სწავლონ და განავითარონ და რაღაც შეხედონ როგორც შემოქმედებითი გზა თავის კარიერაში. მაგალითად ატელიების და ქარხნის ნაწილში მეც ვდგავარ გამოწვევის წინაშე, მაგ ფართი რომელიც გავარემონტე, მაგრამ კადრის დეფიციტი მაქვს, ფიზიკურად ვერ აგვყავს კადრი, იმიტომ რომ საკმაოდ დეფიციტია ამ კუთხით.
რაც შეეხება გასულ წელს 2024 წელს საქართველოდან ექსპორტზე სულ 160 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გავიდა, საიდანაც დიდი წილი 118 მილიონ დოლარზე მეტი თურქეთზე მოდიოდა. რა გამოწვევების წინაშეა ადგილობრივი ტექსტილის სექტორი, როგორია საერთაშორისო შეკვეთების დინამიკა და რა სჭირდება დარგის განვითარებისთვის. ამ თემებზე საუბარს სტუმართან კომპანია უნისტილის დამფუძნებელთან ნატალია ჩხეიძესთან ერთად ვაგრძელებთ. მოგესალმებით ნატალია, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართვისთვის. თქვენ ალბათ მოისმინეთ დარგის წარმომადგენლების შეფასებები, რომ გარკვეულწილად საერთაშორისო ბაზრებზე მაინც ნარჩუნდება მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე, იქნება ეს ტექსტილი, ტანსაცმელი, თუმცა არაერთი გამოწვევა არის ამ ნაწილში. საინტერესო არის, როგორია თქვენი საწარმოს და სამკერვალოს მაგალითზე, ახლა როგორი ურთიერთობები და დინამიკა გაქვთ პარტნიორობის უშუალოდ უცხოელ დამკვეთებთან. მივესალმებით თქვენს მაყურებელს პირველ რიგში. პროგნოზი იგივეა და არაფერი დიდად შარშანდელ წელთან რომ გითხრათ არ შეცვლილა. პრობლემები ისევ კომპლექსურად რჩება. ახსენეს კიდევაც და ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის კადრების დეფიციტი. თუმცა ამ კადრების დეფიციტის გარდა კიდევ მრავალი პრობლემებია. მათ შორის არის მაგალითად თურქეთის ბაზარზე იქაური ინფლაცია, რომელიც არასტაბილურ ფასებს გვაძლევს ქსოვილზე. შესაბამისად, იმ ფასად ვეღარ გაძვირებულია და ესეც სწორად აღნიშნეს, გარკვეულწილად ესეც პრობლემაა. ასევე პრობლემა ის არის, რომ ნელ-ნელა ჩვენმა სამკერვალო სექტორმა საკმაოდ მოვახერხეთ ის, რომ შედარებით წინა ხელფასებთან, რაც მოსამსახურე პერსონალს ჰქონდა 500-600 ლარი იყო ადრე, გავზარდეთ და ეს უკვე 1300-1500 ლარებს აცდა და შესაბამისად პროდუქცია ამანაც გააძვირა. მერე ის რომ დეფიციტი ამ კადრების ეს ცალკეულად კიდე ხომ სერიოზულ პრობლემას ზრდის და ამიტომ საერთაშორისო ბაზრებიდან მოთხოვნა ცოტა შემცირებულია. არის როგორ არ არის, მაგრამ წილი ბაზარზე ადრინდელთა შედარებით განახევრებულია და შეიძლება უფრო ნაკლებიც კი იყოს, იმიტომ რომ იმ ადამიანს უცხოეთიდან რო ჩამოაქვს შესაკერად, რა თქმა უნდა, თავისი მარჟა აქვს და იმ მარჟაში ჩვენ ვერ ვჩნდებით, არა მარტო ჩვენი კომპანია, არამედ უმეტესი კომპანიისა ამას ვერ ახერხებს. ის რომ ეს მოვახერხოთ სხვადასხვა სახის მანდ წახვიდე, ასე ვთქვათ, და ამას ვერავინ ვერ გააკეთებს, რა თქმა უნდა. ხო და კიდევ არის სხვადასხვა კიდევ პრობლემები. ეს არის მეტნაკლებად საბანკო სექტორი. საბანკო სექტორმა ცოტათი შეაფერხასავით სამკერვალო წარმოებებზე, წვდომა კრედიტებზე და დაკრედიტებებზე. საინტერესო მიმართულება ახსენეთ ახლა თქვენ ნატალია, რომ მათ შორის სხვა სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობენ, რომ აი ბოლო პერიოდში არასტაბილურობის ფონზე საბანკო პროდუქტებზე და ცეცხლებზე წვდომა არის შენელებული და შემცირებული. თქვენ სამკერვალო ბიზნესში შეგვიძლია რა პრობლემები იკვეთება საბანკო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას. მე პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენი კომპანია 35 წელია ბაზარზე არსებობს, ეს უკვე საკმაოდ დიდი და მრავალწლიანი კომპანია, ბრენდი ვართ და მთელი ცხოვრება არასოდეს არ ყოლია პარტნიორი. ჩვენი პარტნიორი ყოველთვის იყო ბანკი, სხვადასხვა ბანკი ადგილობრივი მაქვს მოსინჯული და იდეალურად გვაქვს ნათანამშრომლები. და ბანკი იყო ჩემთვის ის სექტორი, რომელიც ძალიან ხელს გვიწყობდა ყველანაირად. ეს მარტო არა დაკრედიტირებებას არ გულისხმობ, ეს იყო მე შემდგომი გაგრძელებები, ეს იყო საგარანტიო ფურცლები, ეს იყო ოვერდრაფტები, ну ასე შემდეგ. აი პანდემიის შემდეგ პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ შეგვექნა პრობლემა ისევე როგორც მთელ სოფლიოს, რამაც გამოიწვია ცოტაოდენი რეპუტაციის შელახვა, როგორ ნუ საბანკო სექტორს გვაქვს თავისი ნიშნული, ასე ვთქვათ რა, კლიენტების და ცოტათი ამან შეგვაფერხა და როგორც კი ოდნავ ფეხი ცოტათი გადაგვიბრუნდა ოღონდ ჩვენზე დამოკიდებული მიზეზების გარეშე, ანუ გარემო პირობების გამო მომენტალურად ჩვენ ვეღარ სარგებლობთ ვერანაირი საბანკო კრედიტით და ძალიან მიხარია რომ მომეცა საშუალება რომ პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით ჩვენი სექტორის ცოტა წინ წარწევა და ამოწევა ისევე ჩვენს საქმეში თანხების ჩადება იქნება, იმიტომ რომ რადგან არ არის კერავების დეფიციტი, რადგან არის სამაგიეროდ ბაზარზე უკვე არსებობს სხვადასხვა დანადგარები. მაგალითად, ერთ დანადგარს ისეც იყიდი ადამიანი, რომ 2-3 მუშახელის გამოთავისუფლებაში შეგიწყობს ხელს. მაგალითად, გამომჭრელების პრობლემაა, მაგრამ ამისთვის არსებობს ლაზერული ჭრის აპარატები და ასე შემდეგ. ოღონდ ეს
საკმაოდ სოლიდურ თანხებთან ახლა ვისთვის როგორ სოლიდურ თანხებთან არის მეტნაკლებად დაკავშირებული და სამყარო წარმოებებს სამწუხაროდ თავისი შემოსავლები, ნაგროვების შემოსავლები იმდენი არ რჩებათ, რომ ეს თავისით გააკეთონ. მე ერთ-ორ სამყარო ფაბრიკაზე არ ვლაპარაკობ, რომლებიც გიგანტები არიან და ჩვენ ბაზარზე საერთოდ არც მუშაობენ და ჩუმად არიან და არც ჩანან და ისინი საზღვარგარეთზე მუშაობენ და დახურული სისტემაა და ასე შემდეგ. მე ვიძახით ჩვენ სექტორში, აი უფრო მეტად ჩვენაირი ტიპის ფაბრიკებში. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ თქვენი საწარმოსთვის თუ აი რაღაცნაირად მთელი სექტორი, მთლიანი სექტორის არის იგივე საგვარეულო პროდუქტებზე წტომა, შემცირებული და ხო, ანუ თქვენ კი პანდემია ახსენეთ, მაგრამ აი ბოლო პერიოდით არასტაბილური ვითარება არის, ვიცით არაერთი თვეა. ქვეყანაში ამას ხომ არ უკავშირდება მათ შორის? იცით რა, არ არის გამორიცხული, თუმცა ბანკი ადგილობრივია ჩვენთან ერთად და ადგილობრივმა ბანკმა ადგილობრივი პრობლემები იცის და ჩვენი სფერო მაგალითად ესეთია, რომ ჩვენ არ ვყიდით და არ ველოდებით როდის გაიყიდება, სულ წინასწარი კონტრაქტები გვაქვს, ანუ გარანტირებული კონტრაქტები. ხო და მინდა გითხრათ, რომ სადღაც რამოდენიმე ათეული კომპანია, რომელიც ჩვენ დაგვარია, ყველა ვიცნობთ ერთმანეთს თავისთავად, აბსოლუტურად ყველას გვაქვს ერთი და იგივე პრობლემა, ანუ დაკრედიტირების პრობლემა. და ძალიან კარგი იქნებოდა თუ ბანკი ეროვნულ ილზე არის ფაქტიურად მიბმული ბანკი და ეს საბანკო სექტორი რაღაცნაირად მოითათბირებდა და ინდივიდუალურ ჭრილში დაიწყებდა ჩვენი პრობლემების განხილვას. თუ რატო არის წამოსული, მაგალითად, რატო ხარ შავსიაში ადამიანი ან რატო გქონდა გადაცდომები გადახდის გამო ან რატო შეგეგნა პრობლემა და თუ დღეს უკვე ისევ მუშაობ ჩვეულებრივად და გააგრძელე მუშაობა, ზოგს მილიონები აქვს ჩასახური, რომ აღიდგინოს ბანკში ის რეპუტაცია და ეხლა ეს მილიონები ესე ადვილად ვერ მოვა, ზოგს 100.000 და ზოგს 10.000, მაგრამ პრობლემა ყველას ერთი აქვს. იქნებ რაღაცნაირად საბანკო სექტორმა გადაწყვიტოს ინდივიდუალურ ჭრილში ჩვენი პრობლემა რაღაცა ნაწილზე თვალი დახუჭოს, დიდად თვალი არც არის ხა სიმართლე რო გითხრათ დასახუჭი ამაზე, მაგრამ დავარქვათ ესე რომ დახუჭოს თვალი და დაგვეხმარონ დაფინანსებაში, რადგან არასტაბილური გარემო რადგან არის ჩვენი სფერო საკმაოდ მომგებიანია და საკმაოდ წარმატებული და მსოფლიოში მესამე-მეოთხე ადგილზე შედის ზოგადად სამრეწველო წარმოება, როგორც ბიზნესის, ანუ მომგებიან ბიზნესში, იმიტომ რომ მარჟაც კარგი აქვს მოგების, მაგრამ ინვესტორები და უცხოელები არ ჩამოდიან. მე მაგალითად ჩვენს კომპანიას რიგი ედგა ინვესტორების და კომპანიონების, ვისაც თანხის ჩადება უნდა და გაპარტნიორება, მაგრამ ბანკებთან ისე კარგად თანამშრომლობდი და ისეთ პირობებს მიქმნიდნენ ყოველთვის, რომ არც მიფიქრია მაგაზე. მაგრამ ეხლა რომ საბანკო სექტორის პრობლემა შეიქმნა და მე უკვე პარტნიორების მოძიება გადავწყვიტე, იმიტომ რომ ხო უნდა გადავარჩინო, როგორია ხო 35 წლის კომპანიას რაღაც დაემართოს, ხო? კი, დღეს კარგად მუშაობთ, გამართულად მუშაობთ, მაგრამ რესურსი იმდენად დიდი მაქვს, მე შემიძლია 20 ჯერ და 30 ჯერ მეტად ვიმუშაო, ვიდრე დღეს მუშაობ. მიხვდით, მაგრამ ფინანსებთან დაკავშირებული ვარ, იმიტომ რომ წარსულია ეს პანდემიის დროს გადარჩენის 3 წელიანი თანხები და ისინი ჯერ კიდევ ზურგს უმძიმებს ამ კომპანიებს, ხო? ვეღარ ყოულობ, იმიტომ რომ უკვე თანხის ჩადება და აქ დაპარტნიორებას, რა თქმა უნდა, ერიდებიან. აი, ამას უკვე უზრუნველყოფს ცოტათი ეს არასტაბილური გარემო. და რა თქმა უნდა, მოკეთ ეს ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ერთმანეთზე დაკავშირებულია. როგორც ვთქვი, უცხოელი ინვესტორები ეხლა თქვენთან თანამშრომლობისგან არასტაბილური გარემოს გამო თავს იკავებენ და მეორე მხრივ ხომ არის იგივე ადგილობრივ ბაზარზე შეკვეთებით შემცირებული, აი ამ არასტაბილური გარემოს გამო, აი რა ვითარება არის ადგილობრივ ბაზარზე, ესეც საინტერესოა. ეს ერთობლიობა ამ პრობლემების და რომელიც კიდე მრავალი პრობლემაა და ხა ეს არც გვეყოფა ეს საეთერო დრო ჩამოთვალოთ ყველაფერი დეტალურად, ქმნის იმას, რომ ზოგადად ძალიან შემცირდა. ხომ გეუბნებით 50%-ით და მეტით არის შემცირებული დაინტერესება უცხოური შეკვეთების. ადრე არ გავიდოდა სადღაც 10 წლის უკან, 8 წლის უკანაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო წელიწადი, რომ რამოდენიმე ეკონომიკის სამინისტროები იყვნენ ამაში ჩართული, საელჩოები იყვნენ ამაში ჩართული, სავაჭრო სამრეწველო პალატა იყო ამაში ჩართული და ძალიან აქტიურად მოყავდათ ეს ხალხი. სხვა არის ახლა რამდენად 10 შემოსული უცხოური ინვესტორიდან რამდენთან გაგვიფორმებია კონტრაქტი 10-ვესთან არა და 1-2-თან, მაგრამ ეხლა მაგათი, ანუ 1 და 2 ადამიანიც კი არ სჩანს. სულ რაღაცა 1 კვირის უკან გამოჩნდნენ ამერიკიდან, სხვათა შორის ჩინეთში არსებულმა აი ამ გაზრდილმა გადასახადებმა გამოიწვია ის, რომ ცოტა დაიწყეს მოძიება, მოკვლევა სიტუაციის, მაგრამ როგორც გამოჩნდნენ, ისე წავიდნენ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ნახეთ უკვე რა პრობლემა შეიქმნა. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ ამერიკულ შეკვეთასთან დაკავშირებით შეიქმნა ის პრობლემა, რომ ხელფასებია უკვე ჩვენთან გაზრდილი, მასალებია გაზრდილი, ის არის რაღაცები გაზრდილი და უკვე ფასმა არ მოაწყოთ. ძალიან დიდი მადლობა ნატალია საინტერესო საუბრისთვის. სამწუხაროდ დრო არ მოგვეწურა ამ დროისთვის, თუმცა სხვა დროსაც აუცილებლად გავაგრძელებთ ამ სექტორზე
გაგრძელდეთ საუბარს. კი, დიდი ბატონო. მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ნატალია ჩაიძე, გრძელდებოდეთ. უნისტილის ასევე, დამფუძნებელი იყო ნახავთ. ჩვენი სტუმარი. საქმის კურსი ამ დროისთვის დასრულებულია. ჩვენ კი უკვე ერთმანეთს 17 საათსა და 40 წუთში ხვდებით დროებით.